მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ დღეს გათამაშდა Barnet Nodes-ზე ორი სერვერი და ორივე პიროვნება იყო გადმოსული Aternos-იდან და წარმოდგენა არ ჰქონდათ არც ერთს რა და როგორ ხდებოდა ამ პანელზე. შესაბამისად, ვინც ხართ ასეთები, რომ არიცით რა ხდება pterodactyl-ზე და როგორ უნდა გამოიყენოთ pterodactyl-ი, ეს ვიდეო მათთვის არის. მოკლედ, პირველ რიგში მოდი დავიწყოთ სერვერს რომ შექმნით, იმის შემდეგ რა ხდება. ფაილებში გვექნება ასეთი ორი ცალი ტიპის ფაილი. პირველი არის server jar და მეორე არის server properties, სადაც წერია თქვენი სერვერის პორტი. ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, ის არის რომ ჩავართოთ სერვერი და დაველოდოთ. როდესაც ჩაიკვირდება ყველაფერი და ჩამოწერს ყველა აუცილებელ ფაილს, ამოაგდებს აი ამას. პირდაპირ აწვევით აი accepts და მორჩა. შემდეგ რა ხდება? სერვერი ჩვეულებრივად ჩაირთო, ახლა აგენერირებს ჩვენს world-ს, სადაც უნდა დავსპაუნდეთ და აი ამ მესიჯის შემდეგ ჩვეულებრივად შეგიძლიათ რომ შეხვიდეთ სერვერზე. მოვაკოპიროთ IP, ჩავწეროთ IP და შევიდეთ სერვერზე. კი ბატონო, შემოვედით სერვერზე. მივცეთ OP ჩვენს თავს. კი ბატონო, როგორც ხედავთ, უკვე ოპერატორები ვართ, კრეატივში გადასვლა შეგვიძლია, ისევე როგორც ფრენად. მოკლედ, შემდეგი ნაბიჯი, როგორ უნდა ჩავაგდოთ პლაგინები. კიდევ ვიდეოში ერთი რამის თქვა და მოვიწყდა, თუ პრემიუმ Minecraft-ი არ გაქვთ, მაგ შემთხვევაში უკვე აქ უნდა შემოხვიდეთ server properties-ში და აქ online mode-ი. Online mode-ი უნდა აყენოთ false-ზე, თორე ისე ვერ შეხვალთ Cracked Minecraft-ით სერვერზე. შემდეგ ამას დაასეივებთ და სერვერს დაარესტარტებთ კიდევ ერთხელ. ყველაზე ხშირად დასმადი კითხვა ეს იყო. უნდა ვიცოდეთ რაიმე პლაგინის სახელი. მაგალითად, SNTL-ები, რომელიც ყოველთვის გჭირდება სერვერზე. ერთ პლაგინის სახელს, შემდეგ Spigot-ს და შემდეგ უკვე ვერსიას, რომელზეც თქვენი სერვერი არის გაშვებული. შემდეგ შევდივართ Spigot MC.org-ზე და ვაჭერთ download now-ს. ეს ახლა გადაგვიყვანს სხვა იმაზე, სხვა ვებსაიტზე, იმიტომ რომ SNTL-ები არ დევს Spigot-ზე და რაც ვაკეთებთ ეს არის რომ ვაჭერთ download-ს. Download და ანუ SNTL6 და SNTL6 spawn-ი გჭირდებათ ამ შემთხვევაში მხოლოდ. შემდეგ როცა ჩამოიწერთ ამებს, მე ახლა უკვე ჩამოწერილი მაქვს, გადახვალთ ფაილებში, დააწვევით პლაგინებს, logins რა წერია აქ. ძალიან მარტივად ანუ უყურე, SNTL6 მოკიდებთ ხელს, ჩააგდებთ აქ. შემდეგ SNTL6 spawn-ს მოკიდებთ ხელს, ჩააგდებთ აქ და დაარესტარტებთ სერვერს. კი ბატონო, ჩაირთო სერვერი. ჩაიგვირთა პლაგინები, როგორც ხედავთ, უკვე მიჩვენებს რომ პლაგინები ყრია. შევალ სერვერზე თავიდან და როგორც ხედავთ, უკვე ჩავარდნილია პლაგინები. მოკლედ Minecraft-თან სულ ეს იყო იდეაში, დანარჩენი ახლა პლაგინების ჩაყრა გასწავლეთ, დანარჩენი თქვენ თვითონ იცით და ახლა განახებთ და გასწავლით კონკრეტულად პანელზე რა და როგორ ხდება. და ამ აგიხსნით აქ რა არის. პირველ რიგში Start-ი, Restart-ი და Stop-ი ეს მე მგონი ყველა მიცით. ადრესი ეს არის თქვენი სერვერის IP. Uptime-ი არის რამდენი ხანია თქვენი სერვერი რაც ჩართულია. CPU-ლოადი არის პროცესორის დატვირთვა. ეხლა აქ ხედავთ რომ 5 ბირთვი გვაქვს და აქედან მხოლოდ 5 რაღაც პროცენტები იტვირთება. მემორი არის უკვე ოპერატიული გვაქვს 7.8 გიგაბაიტი და აქედან იტვირთება მხოლოდ 1.4 გიგაბაიტი. დისკი გვაქვს თითქმის 12 გიგაბაიტი, 11.7 გიგაბაიტი და აქედან იტვირთება მხოლოდ რამდენიმე მეგაბაიტი. ესენი ძირითადად თქვენ არ დაგჭირდებათ, მაგრამ ეს არის რამდენი პაკეტი არის გამოგზავნილი სერვერთან და ეს არის რამდენი პაკეტი აქვს გაგზავნილი სერვერს მოთამაშეებთან. და შესაბამისად რაც უფრო მეტია მოთამაშეები, მით უფრო მაღალია ეს გასვლა-შემოსვლის მაჩვენებლები. აქაც იგივე რამეა, უბრალოდ სტატისტიკურად არის ნაჩვენები, ანუ დიაგრამებით. აქ არის კომანდები, მაგალითად kill და შემდეგ მოთამაშის სახელი და ეხლა გასული ვარ, მაგრამ ასე შეგიძლიათ რომ მოკლათ ადამიანი. და კიდევ დახრილი ხაზი აქ არ უნდა, დახრილი ხაზის გარეშე ვწერთ, მაგალითად say-რო დავწერო. ვერ მოიძებნა ეს კომანდი, მაგრამ დახრილი ხაზის გარეშე რო დავწერო say, შემდეგ უკვე ჩვეულებრივად, სერვერმა დაწერა 1-2-3-4. შემდეგ გადავიდეთ ფაილებში. ფაილებში არ ვიცი, ანუ პლაგინების მეტი იდეაში არაფერი არ სჭირდებათ, რომ ელემენტარ პლაგინები ჩააგდოთ და შემდეგ აქ რაღაც კონფიგურაციები ნახოთ. და world-ებიც აქედან ვარდება. მოკიდებთ world-ს ხელს და ჩააგდებთ აქ. შემდეგ დატაბაზები. თუ ეს ყველაფერი არის ესენი, როგორ უნდა გამოიყენოთ,
მაშინ დატაბაზებიც არ გეცვლილებოთ, მაგრამ თუ ვინმეს დასჭირდა, არ ვიცი, MySQL-ის დატაბაზა, აქ რავი, ჩაწერთ my რაღაცა database for my server. და ეს არის დატაბაზის სახელი, ეს არის IP, ეს არის დატაბაზის username და ეს არის parole. ნუ შემდეგ უკვე აქ mysql.barnetnet.com-ზე შეხვალთ და აქ ჩაწერთ usernames და paroles, მაგრამ დატაბაზის გამოყენება თუ არ გინდათ, ეს რაღაცები უბრალოდ დაიკიდეთ. და აქ არის ჩვენი დატაბაზა. და აქ არჩევი. რასაც თქვენ გაგისწორდებათ, იმას გააკეთებთ. და რითიც თქვენ გაგისწორდებათ. ეხლა ამას წავშლი, იმიტომ რომ ნამდვილად არ ჭირდება მით უმეტესად test server-ზე და ეხლა გადავიდეთ ყველაზე საინტერესოზე. მაგრამ ანუ ამაზე შეიძლება ჩაიწეროს ერთი მთლიანი ვიდეო, ალბათ 1 საათიანი მაინც რა, ანუ იმდენი რაღაც რამე გაკეთება შეიძლება. მაგალითად მე მქონა გაკეთებული, რომ ყოველ 1 საათში კეთებდა ჩემი სერვერის backups რა. და მაგალითად send power action-ი ამით შეგიძლიათ, რომ ყოველ 1 საათში მაგალითად დაარესტარტოთ სერვერი ან create backup მაგალითად რაც წევამ თქვი. ძალიან გამოსადეგი რაღაცა არის. შემდეგ გადავიდეთ user-ებზე. აქ შეგიძლიათ რომ ესეთი რაღაცა გააკეთოთ, მაგალითად თქვენი მეგობარი დარეგისტრირდა ჩვენს პანელზე, admin 1, admin 1 1-2-3-4-5-6-7-8 ეს email-ი, რასაც გამოიყენებს რეგისტრაციის დროს. შეგვიძლია რომ აქ მივანიჭოთ უფლება მაგალითად კონსოლის ნახვის და სერვერის რესტარტის. Invite users რომ დავაწვევით მერე, მოდი ახლა ამ user-ით შემოვიდეთ. შევიდეთ პანელზე ამ user-ით 1-2-3-4-5-6-7-8 და ნუ როგორც ხედავთ, აქ უკვე დაგვემატა ამ user-ს დაემატა და მხოლოდ კონსოლი უჩანს და მხოლოდ რესტარტის ღილაკი. თუ გინდათ რომ თქვენი მეგობრები მოიწვიოთ პანელზე და თქვენ მეგობრებთან ერთად ავაწყოთ სერვერი და გამოსადეგ არის რაღაცა. შემდეგ გადავალთ უკვე backup-ზე და აქ backup-ები ძალიან მარტივია. ანუ უბრალოდ ეს backup, create backup, start backup. და უბრალოდ რომ დაარეფლეშებ უკვე გაკეთებულია backup-ი. და ნუ backup-ი რომ დააბრუნო მერე რო წაშალო delete დააწვევი, ეს look-ი არის რომ ანუ ვეღარ წაშლი, სანამ unlock-ს არ გავუკეთებ. restore არის რომ ანუ restore-ს რო დააწვევი, გამოკიდებს რომ წაიშალოს ყველა ფაილები, დანარჩენი ფაილები და ანუ აქედან რაც ფაილებია, ყველაფერი წაიშლება და მერე backup-იდან გადაიწერება უკვე იქ ფაილები. და ეს download-ი არის რომ ჩამოწეროთ კომპიუტერში ეს backup-ი. network-ი აქ იდეაში არ დაგჭირდებათ და ეს ახლა გამორთულია, რომ ახალი პორტი დაამატოთ. მაგრამ ეს შეიძლება გამოგადგეთ voice chat-ისთვის, მაგალითად voice chat-ს თავის პორტი უნდა, კიდევ blue maps-საც თავის პორტი უნდა და ეგეთ რაღაცებს რა. ის რომ თუ დაგჭირდებათ, შეგიძლიათ ტიკეტი გახსნათ და ჩვეულებრივად მოგაბავთ ამათ ამ ახალ პორტს, მაგრამ ჩემი აზრით გავასწორებ ამას მალე. შემდეგ სტარტაპში აქ Minecraft-ის ვერსია. აქ ეხლა რომ შევცვალო მაგალითად 1.24-ზე სერვერის ვერსია მაინც არ შეიცვლება რა. მაგრამ აქ რო ჩავწერო 1.24, შემდეგ setting-ებში გადავიდე და reinstall-ს დავაჭირო. და ეხლა ნახეთ რა ვერსიაა. აი როგორც ხედავთ, Paper-ის 1.21 ვერსია. მაგრამ აქ რო უკვე შევიყვანე 1.24, ისა 1.24 და აქ reinstall-ს რო დავაჭერ, დაველოდები. ნუ როგორც ხედავთ, მორჩა უკვე. და სერვერს რომ ჩავრთავ, პირველ რიგში ფაილებში რო გადავალ, დავინახავ ამას server jar old, ანუ ეს არის ძველი სერვერის ვერსია და ეს არის უკვე ახალი. ანუ ეს არის ძველი ვერსია, რომელიც გვეყენა 1.21 და ეს არის უკვე ჩანაცვლებული ვერსია 1.24 და მანამდე გადავიდეთ activity-ში. აქ ახლა რა ხდება? ეს არის ძალიან საინტერესო რაღაც. ძალიან საინტერესო. აქ ჩანს IP. ეს არის ჩემი IP, იმით გადავამოწმოთ. 2 IP. უზე. როგორც ხედავთ, ჩემი IP-ა და აქ ჩანს რა გავაკეთებ. server file delete, ანუ წავშალე, რა წავშალე? წერია
კიდევ. აი მაგალითად წეღარო კონსოლში კომანდი გაუშვი kill და ჩემი სახელი. ეგეც აქ წერია. save version რო დავწერე, ეგეც უნდა ეწეროს წესით. ესე არის. აი version რო დავწერე, ეგეც წერია 31 წამის წინ. მოკლედ ეგ არის აქ რა, ლოგები. ლოგები ძალიან გამოსადეგარი რაღაცაა. version დავწერე და სერვერი გაიქრაშა. ის არის რა ქვია, world is ბრალია, იმიტომ რომ უფრო მაღალ ვერსიაზე იყო ჩატვირთული world-ი და ახლა downgrade-ი რო გავაკეთე. მაგის გამო ვეღარ ჩატვირთავ. ეხლა ჩატვირთავს world-ს თავიდან უკვე 1.24-ზე და მაგებს უფრთხილდით. ანუ მაგალითად თუ დაბალი ვერსიიდან მაღალ ვერსიაზე აკყავთ, მაგალითად 1.24-დან 1.21-ზე world-ი იმუშავებს რა, მაგრამ თუ პირიქით არის ეს ყველაფერი, ანუ 1.21-დან დაბლა ჩაკყავთ. აი მანდ უკვე ვეღარ იმუშავებს, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც ისეთი ბლოკები იყოს ჩატვირთული და ჩანკები, რომ 1.24-ს ფიზიკურად არ შეუძლია მაგისი გააზრება. არ ჩაირთო გასო? კი, ჩაირთო. version. ამოწყებს ვერსიას და როგორც ხედავთ უკვე აქ წერია უყურე latest version, მაგრამ წინა ვერსიასაც გიწერს, წინაზე რა ვერსია გქონდა ჩართული. ეხლა როგორც ხედავთ, paper-ი გვაქვს 1.24 ვერსიის. იდეაში მორჩა, სულ ეს იყო. კიდევ ერთი რაღაცის დამატება დამავიწყდა ვიდეოში, setting-ებში რო გადახვალთ, აქ არის SFTP-ს დეტალები. SFTP-ს ძირითადად ვიყენებთ ხოლმე ძალიან ადრე, არ ვიცი, ალბათ რამოდენიმე წლის წინ. და ახლა იდეაში აღარ არის საჭირო, იმიტომ რომ ანუ აქ პირდაპირ აიღებ, რასაც ჩამოწერ და აქ შეგიძლია ატვირთო 1 გიგაბაიტამდე. თუ 1 გიგაბაიტზე მეტი ფაილის ატვირთვა გინდათ, მაშინ უკვე გჭირდებათ SFTP. SFTP-ში რო შევიდეთ, რას ვაკეთებთ? გავდივართ setting-ებში, ვიკოპირებთ ამას და ვსვავთ შემდეგ კლიენტში, არ ვიცი, ვინ SCP-ს ვიყენებ მე, შეგიძლიათ რომ ეს გამოიყენოთ. შემდეგ username-საც ვიკოპირებთ. იგივენაირად დავწერთ username-ში და პაროლი არის ის პაროლი, რაც თქვენ გიყენიათ პანელზე რო შემოდიხართ. ვაჭერთ მერე logins და აქ არის ჩვენი ყველა სერვერის ფაილები. მაგალითად, მოდი ახლა სად არის ჩემი დაუნლოდები? ეს ჩავაგდოთ მაგალითად რამე პლუგინი. მოდი ახლა სამივე პლუგინი ავიღოთ და ჩავყაროთ აი აქ. პლუგინების direction-ში. აი აქ. შემდეგ პანელზე რო შევალთ, გადავალთ პლუგინებში და როგორც ხედავთ, ესენი უკვე ჩაიყარა აქ. და ძირითადად SFTP-ს დანიშნულება ეგ არის, ასევე შეგიძლიათ რომ აქედან პირიქით ჩამოიწეროთ რაღაცეებიც, მაგრამ ისევ ჯობია რომ მაგალითად თუ რამის ჩამოწერა გინდათ, მონიშნავთ მაგალითად 2 ფაილის ჩამოწერა თუ გინდათ ერთად, archives დააწვევით, შემდეგ downloads და ჯოლურად ჩამოიწერს. არ ვიცი, ჩემი აზრით რომ არ უნდა დაგჭირდეთ, მაგრამ თუ რამეში დაგჭირდათ, მაინც იცოდეთ ამის გამოყენება რა. ეს ძალიან მაგარი რამეა ეს win SCP, ანუ ფაილზელა არის, რომელიც გინდათ ის გამოიყენეთ. ზოგადად SFTP-ს ესლობა რამე. მოკლედ, სულ ეს იყო. 19 წუთიანი ვიდეო გამოვიდა. წარმატებები ყველას. თუ ვინმეს რამე შეკითხვა გექნებათ, შეგიძლიათ Discord-ზე გახსნათ ტიკეტი.